პირადად მე სცენარის წერის დროს, როცა ვიცი რომ უნდა შევიტანო სცენარი კინოცენტრში, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ ჟიურის წევრმა შეიძლება ცენზურა გამიკეთოს. ანუ შეიძლება იმის გამო, რომ ჩემს სცენარში არის სექსუალური სცენა, უცენზურო სიტყვა, შეიძლება ჟიურის წევრებმა დაბლოკონ ჩემი სცენარი. ეს არის შეიძლება ვთქვათ არაპირდაპირი ცენზურა და ყველაზე სუდი რაც არის ის არის, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა და ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაუშვა ეს ცენზურა ლაშა ცვიტინიძის პროექტთან მიმართებაში. მას შემდეგ რაც ეს ღია ცენზურის ფაქტი გამოვლინდა, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა არ გააკეთა ამაზე ადეკვატური რეაგირება ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეს არის განგაშის ნიშანი, როდესაც ქვეყანაში ახალგაზრდა რეჟისორს იმის გამო 21 საუკუნეში, რომ მას სცენარში უცენზურო სიტყვები და სექსუალური სცენები აქვს, ეს არის პირდაპირ დაბლოკვა, ეს არის პირდაპირ ცენზურა. ამის გარშემო მე მგონია რომ არ ვიცი, მართლა განგაშია ასატეხი. ეს ეტაპი მე მგონი თელმა სამყარომ უკვე გაიარა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვიწევს ქართულ რეალობაში, ქართულ კინოცენტრთან ბრძოლა იმ საკითხზე, რომ ეს არის ძალიან უხეში დარღვევა და აშკარაა, რომ სისტემა საჭიროებს ცვლილებას. აშკარაა, რომ სისტემა გამოლპა, აშკარაა, რომ ეს სისტემა უკვე მიდის რაღაცა საბჭოთა სისტემასთან ძალიან ახლოვდება უკვე რა. ამიტომ ნუ შეეშინდება რადიკალიზმის, ამაში ცუდი არაფერი არ არის, ყველა ცვლილება განსაკუთრებით ხელოვნების ისტორიას თუ გადახვევათ რადიკალური გზებით მოხდა.